შვიდობისა 9:42 წუთია თბილისის დროით და უყურებთ იმედის დილას. ახლა ჩვენთან თაკო ჩხეიძის რუბრიკის დროა, შენი დრო. თაკო შემოგვიერთდება და წარმოგვიდგენს მის სტუმარსაც. თაკო, დილამ შვიდობისა გელოდები. დილამ შვიდობის. დილამ შვიდობისა, თაკო. პოდიუმზეა ჯერ ასალეთ, ბოლოს მოგესალმება. დილამ შვიდობისა. გამარჯობა. როგორ ხართ? კარგი, გამიხარ და თქვენი ნახვა. ჩვენ ძალიან. ვიცით რომ საინტერესო თემით შემოგვიერთდით. კი ბატონო, დღეს ჩემთვის ძალიან ახლო თემა არის, რომელიც ძალიან მიყვარს და მასზე საუბარი და ამ სტუმართან განსაკუთრებით შეხვედრა ყოველთვის მახარებს. დღეს შევარჩიე მოდის მოდა. და რა თქმა უნდა დადგა გაზაფხული, ну ცოტა ამინდი არ გვიწყობს ხელს, მაგრამ გზებს გამოანათებს მალე და რა უნდა გავითვალისწინოთ ახალი გარდერობი როგორ შევადგინოთ, რა ტრენდებია, რა ტენდენციებია. თბილები როდის ჩავალაგოთ? გამოვალაგეთ, კი, ჩავალაგეთ, ამოვალაგეთ. უკან როდის ჩავალაგოთ ამაზე? აი რო გამოვამზე, როგორ გამოვანათოთ, ამ ყველაფერზე სასაუბროთ, მინდა მოვიწვიოთ ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი, ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი დიზაინერი, რომელიც უცხოეთში ძალიან წარმატებულად კერძოდ საფრანგეთში დიახ აგრძელებს მოღვაწეობას, ძალიან ბევრი საერთაშორისო პრესა წერს მასზე. სხვადასხვა შემოდგომაზე ქონდა პარიზის მოდის კვირეულის დროს პირველი ესეთი პერსონალური ჩვენება პარიზში. ამ თემებზეც ძალიან მინდა ვისაუბრო მასთან და მოკლედ მოვიწვიოთ ქეთი ჩხიკვაძე ჩემს რუბრიკაში შენი დრო. ქეთი შემოგვიერთდი. სხვა თუ არაფერი მონიკა ბელუჩის ეცვა ქეთის სტანის ამოსი, ხო? ძალიან ბევრი თემა და აი ნახეთ როგორ ლამაზად შემოანაძა თავის ულამაზეს სკაპაში. ქეთი დილამ შვიდობის. ძალიან გამიხარდა რომ აი ცოტა ხნით ხარ ჩამოსული და მოახერხე და მესტუმრე პირდაპირ მინდა დავიწყო შენს წარმატებებზე და ძალიან მახარებს და ძალიან გულშემატკივრო. შენი სტილი რაღაცა გამორჩეული, გამოკვეთილი ქალურობის, დახვეწილობის სინთეზია, ხო? და აი ყოველთვის გამოარჩევ ხოლმე ქეთი ჩხიკვაძის სკაპას. ბევრ კაპებში. მოგვიყევი, აი რას უსვავ ხოლმე ხას ძირითადად, როდესაც კოლექციებს ქმნი და ზოგადად უკვე მე რამდენი წელია შენ ამ სილამაზეებს ქმნი. იცით რა, პირველ რიგში როცა ვიწყებ მუშაობას, ну თავისთავად ქსოვილებზეა აქცენტი, ну რა ქსოვილებიც არის, თქვა შემოთავაზება კომპანიებიდან და შემდეგ პირველი ეტაპი არის სილუეტების დამუშავება. და თავარი ამ ყველაფერში არის კომფორტულობა, ანუ პირველ რიგში კომფორტი, რომ ადამიანი კაბას ჩაიცმევს ხალი, თავი უნდა იქცოს კომფორტულად. ეს დამოკიდებულია სწორ თარგზე, სწორ ქსოვილზე, შერჩეულ ყველ დეტალზე და ასევე, რა თქმა უნდა, ქალურობა. ქალურობა აძლევს ქალს უკვე თავდაჯერულობას. ასევე ვამატებ იმ დეტალებს, რომელიც ამ კოლექციას ქმნის ცნობაც, ესე ვთქვათ. დღეს ძალიან დიდი არჩევანია, ესე ვთქვათ, მოდის სფეროში და ძალიან რთულია რაღაცით იყო გამოყოფილი. ძალიან რთულია და მე ვცდილობ რომ რაღაცა დეტალები დამახსოვრებადი გახდეს ეს ჩემი კაბები. აი მაგალითად ესეთი ვარდები, რომელიც არც ახალია და არც ჩემი მოგონილია, მაგრამ რაღაცა ჩემ სტილში ვცდილობ რომ ყოველ ჯერზე გავიმეორო. ხრები, სილუეტები, თქვა ღილები, გულის ფორმების, რაც აქცენტი ამ გულებზე იყო კიდე პლანეტების თემა. არც ერთი დეტალი ჩემი მოგონილი არ არის, ძალიან ისეთი ნათქვამი იქნება, მაგრამ ჩემს ხედვაში რაღაც ჩემებურად ხას უსმევ ამ მონიკა ბელუჩი კაბა ისვაო და ხა მაყურებელმა შეიძლება ყველა მარიცოდეს გითხარით როგორ მოხდა თქვენი კაბა ბელუჩი ძალიან ამბავია უკვე ხშირად ვინმე ახალი აუცილებლად მონიკასნაირი უნდა ვიყოთ მაგრამ იყო ეს თაკოც იცნობს ჩვენი საერთო მეგობარია ფრანგი სტილისტი რომელთან ერთადაც დღემდე ვმუშაობ და მთელი კოლაბორაციები გვაქვს ბევრ დიზაინერებთან ერთად ერთ-ერთი და ბევრ თქვა ცნობილ სახეს ვიღებთ ხოლმე ჟურნალებისთვის. ერთ-ერთი იყო მონიკა ბელუჩი და მან ბევრი ბრენდებთან ერთად ჩაიცვა ჩემი პიჯაკიც და ეს შეარჩია? რა თქმა უნდა, ჩვენ კი შევთავაზეთ, არა, ეს თვითონ იქვე ხდებოდა 2 დღის განმავლობაში, მაგრამ თვითონ ირჩევდა რაზე იყო და ვთქვათ დასტურს. ამ შემთხვევაში ჩემ პიჯაკზე დასტური თქვა მას ეს ვაჩუქეთ კიდევაც და იყო ხარპეს ბაზარში თავარ გვერდზე ერთ-ერთი როდესაც ასეთი ადამიანებს აცვიეთ თქვენი ნამუშევარი, რას ნიშნავს თავად დიზაინერისთვის?
აი დღემდე მაგაზე ვაპარაკობთ ისეთი ჯერ ამ ადამიანთან კონტაქტი, ურთიერთობა. ნუ წარმოუდგენლად ლამაზი და წარმოუდგენლად თავისუფალი და ჩვეულებრივი ადამიანი. რომ შემოვიდა, გამარჯობათ, მე მონიკა ვარ, რომ მითხრა და მე ქეთი ვარ, თქო, ვეღარ ვდივი, რა უნდა მეთქვა. აი იმდენად თავდაბალი იყო. მე აი ძალიან ნუ არ ვიცი რა, უშუალო ადამიანი და აი თუ ეხა ოდნავ ცოტა დრო გვაქვს, ეგეთი შემთხვევა იყო, ეხა ზუსტად რამოდენიმე თვის წინ სელინის გადაღება იყო, ეს ბრენდია, რომლის სახე იყო მის რა ქვია მარჩელო მასტროიანის შვილი, რომელიც რო ვეხმარა მარჩელოს შვილი, რომელსაც ესე ვეხმარებოდი ჩაცმას და შენო საიდან ხარო და საქართველოსდან ვაიმეო მამა ჩემი იქ რო წავიდა თბილისში აღარასდროს არ ჩამოვიდა. დათვრაო, ძლივს ჩამოვიყვან სახში სკანდალები. ვაიმე ვფიქრობდი როგორ გადავიღო ეხა რას მიყვება ეს გოგო? რა საინტერესოა. ყუას ესეთი ქვეყანა არ არსებობს და მე ვნახე ინტერნეტში რომ წერს მარჩელო მე აქვჩები საცხოვრებლად. ესეთი სტატია. თავერეცოლი არ მოიყვანა აქ. აი მე ეს იყო აი ძალიან საინტერესო. მე მართლა გავიგები თან ეს უკვე ძალიან დიდი ისტორია, მაგრამ ცნობილი მაგრამ ეს რო თვითონ შვილი ყვება ამას. რო იყო აღფრთოვანებული ისეთი ქვეყანა არისო და ძალიან მიხარია და თქვენც აი რაღაცა ხელს უწყობთ ამ ჩვეულებრივ ქვეყანას რომ კიდევ უფრო პოპულარული გახდეს. მოდი ვისაუბროთ შენს უშუალოდ კოლექციაზე, რომელიც წარადგინე ოქტომბერში პარიზში. არაჩვეულებრივი ჩვენება იყო. მართლა ნორმალური გამოვიდა და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც იყო, მართლა ძალიან ბევრი სტუმარი იყო. მაინც ხა პარიზში ხა ძალიან რთულია. თან პარიზის fashion week-ის პერიოდშია მოგროვება ამ ადამიანების და რატომღაც ისე მოხდა რომ მართლა აი ადგილი არ იყო სკამებს ამატებდნენ, მე მართლა არ უჯერებდით რომ ძალიან გამიხარდა ეს. თავისთავად დიდ წარმატებასთან ჯერ შორს ვარ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ინტერესი რო იყო, ამან ძალიან დიდი мотиваცია მომცა ჩვენებამაც კარგად ჩაია. არა, წარმატება ვიგულისხმევ ამ ჩვენების, რომ თუნდაც ამდენი სტუმარი დაესწრო ჩვენებას, რადგან ძალიან ბევრი დიზაინერი არის უკვე დამეთანხმები. და ეს დრო fashion week-ის დროს არის წარმოუდგენელი. აი წუთებს ითვლიან, იმდენად არ აქვს დრო პრესას და სტუმრებს რომ დაესწრონ. ყოველ შემთხვევაში ეს იმდენად მოტივირებული. აი ახლა კადრებიც გადის, ხო, შენი ჩვენებიდან და ძალიან ბევრი საერთაშორისო პრესა წერს შენზე, რა ძალიან მნიშვნელოვანია დიზაინერისთვის. მოგუყევი ამაზე. ეს პრესა უბრალოდ ამ fashion კი ელი ამათმა ყველამ დადეს თქვა ეს ისტორია, ფოტოების ან ჩვენების და თქვა პატარა ესე ვთქვათ ისტორია დიზაინერის შესახებ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს ერთჯერადად არ არის საკმარისი. და რა მოგიტანა აი ბიზნესურად თუ ბიზნესურად თავისთავად ამ ჯერსეთი ჩვენებაზე რო ნახეს კლიენტებმა ფაქტიურად კოლექცია ძალიან მალე რეალიზებული იქნა, ნუ გაიყიდა, კი რა თქმა უნდა. ბაიერები ესწრებოდნენ ყიდველები. შემდეგ ჩვენების მეორე დღესვე უკვე გაიმართა შოურუმი რას გულისხმობს, აი ბაიერებს რაც შენახსენეთ აქ. ყიდველები ხო, მაყურებელს რომ მოყვეთ. იყო პირადი ყიდველებიც, იყვნენ თქვათ მაღაზიიდან უკვე და ისედაც დაბარებულები, მაგრამ სხვა ინტერესებთან, სხვადასხვა ინტერესები დაემატა. თავისთავად ნებისმიერ პატარა ნაბიჯსაც ნებისმიერ საქმეში რაღაცა თავის შედეგი მოაქვს. კეთი, იცი რაზე მინდა საუბარი? დღევანდელ დღეს ახლა ჩვენ სანამ ეთერში შემოვიდოდით, საუბრობდით, რომ კრიზისი არის მოდის სფეროში. არა მარტო საქართველოში, რომელიც გაჩერდა საერთოდ რაც იყო, ისიც აღარ არის სამწუხაროდ დღევანდელ დღეს და იმედი მაქვს, რომ ეს დაბრუნდება. მსოფლიოში არის კრიზისი, ხო? აი ხა საფრანგეთზე ლაპარაკობდით. რა ხდება ზოგადად და აი ძალიან ბევრი ბრენდი მაგალითად დაიხურა. ხდება რაღაცა გადანაცვლება დიზაინერების ამა თუ იმ სახლიდან გადადიან სხვა სახლში. აი რაღაცა თითქოს ცვლილებების რაღაცა ხანა დადგა მოდის სამყაროში. ნუ რა თქმა უნდა, ხა ყველაფერი დიზაინერებს გიჭირთ, ანუ აი რა თქმა უნდა ეს პერიოდი ძალიან რთულია, ჯერ ეს ერთი კოვიდის პერიოდის შემდეგ ჩვენ კიდევ ვერ გამოვდივართ იმ აი ვთქვათ პირველი პროცესი, ხო, ძალიან რთული იყო, ჯერ ეს ყველაფერი უცბად რო გაჩერდა და ეს რამდენი ერთი წელი ხო იყო მინიმუმ გაჩერდა. სანამ ეს ყველაფერი ამას რა თქმა უნდა ჭირდება პერიოდი. ეს ხო მარტო მოდას არ ეხება, მსოფლიო ეკონომიკის პრობლემა. მე ხო ჩვენ უშუალოდ მოდაზე რო ვსაუბრობ. ან როდესაც ეს გლობალური მსოფლიო ეკონომიკის პრობლემა ეს რა თქმა უნდა ესეთ რაღაცებზე
მოქმედებს. არ არის ლაპარაკი ძალიან მაღალ ბრენდებზე. პირიქით, იქ ყველაფერი ხო, ლაქშერიზე ლაქშერი უფრო მაღლა და მაღლა. კი, მაგრამ როგორ ესე თქვა შუა ისეთი შუა ფენის, დაბალ ფენესაც არ ეხება ეს, თქვა. რა თქმა უნდა, ცოტა ისეთია, გაჭირვებაში ვართ, მაგრამ გადავჭერება ახალი სახეები გამოაჩინოს. რა თქმა უნდა, ყოველთვის ხდება ეს მარტო, ანუ ხელოვნებაში ხშირად, თუნდაც მუსიკაში, პოეზიაში. ხო, რაღაცა ახალი ნებისმიერში არის რაღაცა ეტაპები, როცა არის. ანუ პოზიტიურად ვუყურებ ამ ყველაფერს და ძალიან მინდა გკითხო. აი ეს უშუალოდ ხოლმე, აი რომ ეკითხებენ ხოლმე დიზაინერებს, ვიცი რომ არ სიამოვნებთ და არ არის ესე კარგი კითხვა, რომ აი რა ტენდენციებია ამ სეზონზე და რა არის მოდაში. მეგონი მოდაში უკვე თან ყველაფერია, ხო? და მაგრამ აი ჩვენი მაყურებელი გვიყურებს და აი უნდა რომ გაზაფხულზე ხო, აი რაღაც შეავსოს გარდერობი, რამე სიახლე შეიტანოს გარდერობში, რა სურჩევ? ან რა ქსოვს ურჩევ? რა ფერს? მოდი მაინც ცოტა ტრენდს შევეხოთ. კი ბატონო, მე ვთავაზობ ადამიანებს ჩემს მოდას, ესე ვთქვათ, ჩემი კოლექციები, რომელიც აი აბსოლუტურად ემთხვევა ხოლმე, ვთქვათ, მსოფლიო ეს თავისთავად ეს ინფორმაცია ყველას, ანუ რომ მუშაობთ, ეს ილექება და გვინდა არ გვინდა რაღაცები ერთმანეთს ემთხვევა. შეიძლება ვერც აღიქვამდე, მაგრამ აი ეს რაღაცა ნიუანსები შენ კოლექციაში ჩნდება. თუ ჩემ კოლექციებს დავაკვირდებით, ეს ძალიან ვთქვათ გამოსასვლელი და საღამოს კაბებია, მაგრამ ფერები, აი შავ-თეთრი, რაც ძალიან აქტუალურია ახლა, ვთქვათ, შიფონის ქსოვილები და რაც თავარი აქსესუარები, ძალიან აქტუალური აქსესუარები, განსაკუთრებით ოქრო, მეტალი, რაც აი აბსოლუტურად უბრალო კაბაზე შეიძლება დავტვირთოთ და უკვე გამოსასვლელი სამკაული. სამკაული, რაც აი ჩვენს ქვეყანაში ქართველებს მაგის პრობლემა არ აქვს, მაგრამ გემოვნების და სტილის გრძნობა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამიტომ ყველას ურჩევდი, რომ თუნდაც აი დაღლილები ვართ ვიღაცას არც ძალიან უბრალო კაბა ჩავიცვათ და აქსესუარებით გამოვაცოცხლოთ. ესეც უკვე თემაა. ერთი რამ უნდა ვიკითხო, ძალიან ხშირად დიზაინერებისთვის მნიშვნელოვანია აი კოლექციები, როდესაც ჩვენებებზე გამოაქვთ, გარდა იმისა, რომ ჩვენებე მაყურებელს ამახსოვრდება სტილით, ფერებით და ასე შემდეგ, გამოსნელი მოდელებით, რომლებიც გამოყავთ ხოლმე ხო მსოფლიოში. აი ვინ არიან თქვენთვის, აი ვის გამოიყვანდით სიამოვნებით, რომ მსოფლიოში ცნობილ მოდელს თქვენს ჩვენებაზე? ეხლა მე სიმართლე რომ გითხრათ, გამოვიყვანდი ჩვენს ქართულ მსოფლიო დონის მოდელს, რომელიც გახდა ძალიან ცნობადი. თაკო მაწილდა რა გვარია? რომელიც ჩემჩვენებებზე მონაწილეობდა, აი, როდესაც მე და თაკოსთან მუშაობდი თბილისის ვეშემიკზე. დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი. და ძასაამაყვა ჩვენ. ქუჩაში, პარიზში, მართლა ხო? აეროპორტში, ვთქვათ, რაღაც ბილბორდებზე შენობებზე პარიზში მას რო ხედა მგონია რომ მე ვარ არ ვიცი ქართველი რო აი რაღაცა როგორც აი ფეხბურთის თემა ძალიან აქტუალური გახდა პარიზში არ იქ კიდე ძალიან ბევრი ადამიანია ქართველი რაც აი წარმოუდგენლად ქართული საზოგადოება აღარ ვლაპარაკობ დემნაზე და ასე შემდეგ ხო და ხატია ბუნიათაშვილს კიდე და შემდეგ ესე და ესე ეხლა არის საერთოდ ესე და ქართველები ძალიან ნიჭიერები არა წარმო ყველგან მაწილდა ნებისმიერი H&M-დან დაწყებული შანელი და აი ადგილობრივი დიზაინერები რას ამბობთ რა არის მასში ასეთი აი ეს უბრალოება და ბუნებრივი სილამაზე და ეს შარმი რაც მოდის ამ ფოტოებში. კეთი ერთი კითხვა მაქვს. აი აღნიშნე რომ წარმატებამდე ჯერ კიდევ შორს არის. მიზანი რა? მიზანი რა გაქვს? საბოლოოდ აი დიდი უკვე ძალიან წარმატებული ვარ აი რას და რა თქმა უნდა როგორც ყველა საკუთარი ბრენდის თქვა ცნობადობა და უფრო გაიზარდა საერთაშორისო დონეზე. სანამ მე საქართველოში ცნობადობა არ გაკლია, რეგიონშიც ცნობადობა არ გაკლია. მაინც რა არის საბოლოო მიზანი? ნუ ალბათ მსოფლიო როგორც ეს ბრენდი გადაიქცეს თქვა მსოფლიო დონის ბრენდად, მაგრამ რთული გზა ალბათ. ძალიან რთული გზა, ამიტომ ძალიან მადლიერი ვარ ყველაფრის რაც არის, ასე რომ კი სიმართლე გითხრათ უფრო სხვა ფიქრობ რომ უბრალოდ ჩემი წარმატების ფორმა და თქვა ჩემი სურვილია რომ უბრალოდ არასდროს არ დავკარგო აი ეს სიყვარული ამ საქმეზე და мотиваცია. რამდენი წელი ამ სფეროში ვიყავ? 20-ზე მეტითა. იცი რა არის? ეხლა შენ საკმაოდ ისეთი გზა გაიარე, რომ აქამდე მოსულიყავი, ხო? ძალიან რთულია. ახალგაზრდა დიზაინერებს რას ურჩევ? რომლებიც ეხლა იწყებენ, ან დაამთავრეს აკადემია და პირველ ნაბიჯებს დგამენ. აი არიჩქარონ და არასდროს ხვის წარმატებას არ შეადარონ თავიანთ წარმატებას. ყველას ჩვენი წარმატების გზა გვაქვს, აი. როგორ მიაღწიონ ამ წარმატებას? შრომით და არასდროს არ იფიქრონ, რომ აი რაღაცა არ გამოვიდა, რაღაცა შედეგი არ იყო.
სულ უნდა აკეთო შენი საქმე. აუცილებლად რაღაცა შედეგი იქნება და რაც არის, ისიც უკვე ძალიან კარგია. ყოფილა შემთხვევა რომ არ გამოგივიდათ რაღაც რა თქმა უნდა, ანუ შემიძლია ვთქვა, რომ დღეს შეიძლება მე მეგონა 10 წლის წინ რომ უფრო კიდე წინ ვიქნებოდი. რატომაც არა, მაგრამ რეალობა სულ სხვა არის. ამიტომ აქედან გამომდინარე სულ ვფიქრობ, რომ არ არსებობს ამდენი შრომა ადამიანს არ დაუფასდეს. ანუ რას ვუწევ, ჩემ თავზე არ გქონდეს გამოირჩევა შრომის მოყვარეობის წარმატების ფორმულას გააჩნია ვინ რას თulis, ანუ ესეც არის და ხო, რაც არის, ანუ რაც საჭიროა, ისე ხდება. თავარი იმუშაო, თავარი არ გაჩერდა, ძალიან ხშირად გვაქვს პერიოდი, რომ ვიღლებით და ვაიმე. რაღაცა რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, მაგრამ არასდროს არ უნდა გაჩერდე. როგორც საჭიროა, მე კეთი კოლექციაზე რო იწყებ მუშაობას, ხო, აი ის ქალი ვისთვისაც ქმნია ულამაზეს სამოს, როგორია შენთვის ეს ქალი, აი როგორ არჩევ, ვინ არის ის ქალი? იცი რა, ესე კონკრეტულად არავის არ ვფიქრობ, ნამდვილად ეს შეიძლება უბრალოდ, აი საერთოდ რო არ ვიცნობ, შეიძლება ნებისმიერი ქალის ფსიქოლოგიიდან გამომდინარე, რომ თავი იგრძნოს კომფორტულად და თავდაჯერებულად ამ კაბაში. ძალიან ხშირად არის აი უცხო კლიენტები, ვინც მოსულან და სულ ვეუბნება, თქვენ ამას ჩაიცმევთ და რო წახვალთ, მერე მომწერეთ, როგორი განწყობა გექნება და ძალიან ბევრი მიბრუნდება, რომ იმიტომ რომ ის რეაქცია, როდესაც შენ თქვა რაღაც კაბაში ხარ, სხვისგან რომ მოდის, თუ არ ხარ თავდაჯერებული დაუშვათ, ხო? ხო, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ყველა რო გეტყვის რა გაცვია, რა ლამაზი ხარ. ხო, მე თავდაჯერებულობას გმატებს, არა? რა თქმა უნდა, ამიტომ ამას ყოველთვის ხას უსმევ, რა თქვენ რომ მობრუნდებით, სადაც თქვა ჩაიცმევთ ამ კაბას, აუცილებლად მომწერეთ რა განცდა გექნება და ხშირად მიბრუნდებიან, რომ ძალიან დიდი მადლობა, ყველას მოეწონა, ყველა მეკითხებოდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რა იქნება შემდეგი? ვარდები შემდეგი ბურთები, გალაქტიკა, ეს ყველაფერი მეორდება სხვადასხვა ფორმებში რა, ესე ვთქვათ, რომ ვთქვათ დამახსოვრებადი იყოს, უფრო გახსენებადი, იმიტომ რომ ვთქვათ, მაინც ბევრი მომენტის გათვალისწინება გვიწევს, რომ შევინარჩუნოთ ის ცნობადობაც და ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანია და შეგაქვს ერთ-ერთი გამორჩეული ხაზი, თავისი დახვეწილი სტილი, გადასარევი ხარისხით და ძალიან მიხარია შენი წარმატებები, გულშემატკივრობ ყოველთვის. შენი ხასიათიც ჩანს ხოლმე ამ შენ კოლექციაში და პოზიტივი და ძლიერი ხალხია. ჩვენ ყოველთვის გაგაშუქებთ, ყოველთვის ძალიან გამიხარდა რომ წარმატებებს გისურვებთ. მე დავიმშვიდობები ჩემს მაყურებელს მომავალ სამშაბათამდე. მშვიდობებით თაკოს